მგზავრები ნაინო ქარშიბაძე და ბარბარა ხარხელი თოვთ სასწრაფოდ გამოცხადეთ მეორე გასასვლელთან. მე ნაინო ვარ თბილისიდან. მე ბარბარა პარიზიდან. ჩვენ უკვე 2 წლეულია საუკეთესო მეგობრები ვართ. ამ პოდკასტში ყოველ კვირა ვშელობთ ცხოვრებაზე, ვუზიარებთ ერთმანეთს სიახლეებს და ვცდილობთ გადავრჩეთ. ხო და დავიწყოთ ტრადიციული კითხვით, როგორ ხარ ბარბარა? მე კარგად ვარ, როგორც ყოველთვის ბევრ საქმეში, რომელსაც ჩემ თავს ვახდენ ყოველ ჯერზე, როდესაც შემომაკლდება ხოლმე საქმე ვიმატებ. ამჯერად, გარდა იმისა, რომ ბოლო პერიოდში ეს ახალი ბინა, ახალი ქალაქი და ახალი სამსახური ერთად ესე შევაჯვარე, ათი უკვე ცოტა დავლაგდით სახლში, სამსახურშიც უკვე 2 თვე გავიდა და ასე თუ ისე ვისი რას ვაკეთებ. მაგრამ კიდევ ერთი დიდი სიახლე გვაქვს, რაც არის, რომ ორსულად ვარ მეორე ბავშვზე. რაც ასევე ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის პარალელურად ამის გადატანაც, იმიტომ რომ პირველი ტრიმესტრი საკმაოდ რთული იყო, მაგრამ ახლა უკეთ ვარ. და პლუს ამ ყველაფერს კიდევ დავიმატე ის, რომ ავტოსკოლაში შევედი და ვსწავლობ ტარებას. და მეყარს რომ არასდროს არილება. არასდროს არილება და არ ვიცი როგორ უნდა დაილიოს. და ვფიქრობ ხოლმე, რომ ჩვენ სულ რაღაცა ხდება ჩვენ თავს რა, ან რაღაც სამსახურებს ვიცვლით, ან პროფესიებს ვიცვლით, ან ბინას ვიცვლით, ან რაღაც ინვესტიციას ვაკეთებთ, ან ხო იცი ახლა ჩვენი ცხოვრება როგორია დაახლოებით, არასდროს მოსვენება არ არის და სულ მეფიქრება ხოლმე, სხვები როგორ აკეთებენ ჩემს გარშემო, ძირითადად ასე თუ ისე სტაბილური ცხოვრება აქვს ხალხს, რაღაცა შვებულება შეუძლიათ დაგეგმონ რამდენიმე თვით ადრე, ისე რომ არ იყვნენ სამ თვეში არ ვიცი რას გავაკეთებ ტიპები რო არ იყვნენ. მაგრამ ამასთან ძირითადად ევროპაში მაგისთვის მიდიან, რომ სტაბილური 7 ცხოვრება გქონდეთ. ხო და მაგას ვფიქრობდი ზუსტად, მაგრამ მე ხა ამას წინათ ველაპარაკე ჩემს მეგობარს, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს, რომელიც უსმენს ხოლმე ასევე ჩვენ პოდკასტებს, გიგაზეა საუბარი და მან მითხრა მისი ცხოვრება მომიყვა, რა აუდიო ჩამიწერა, თქო ერთმანეთს ვერასდროს ვერ ვემთხვევით, ანუ ეგ აღარ არსებობს, რომ რაღაცას დავურეკო და ეგრე ველაპარაკო რა, აუდიო მესიჯები სადღაც მეტროდან ამიტომ პოდკასტებს. ეს არის ერთადერთი დრო ვიღაც ვინმეს რომ ესე ლაივში ველაპარაკები. ხო და იმან რომ მომიყვა თავისი ცხოვრება, ამოვისუთქებით, რომ მარტო ჩვენ არ ვართ ასე, უარესებით არსებობს. ანუ კიდევ უფრო მეტ რაღაცას და ბევრი ცვლილება ერთდროულად ხდება მათ ცხოვრებაში და კიდევ უფრო რთულია. და მოკლედ ვიფიქრე, რომ თლად მარტო ჩვენ არ ვართ ესე და არსებობენ სხვა ოჯახებიც, რომლების ცხოვრებაშიც არასდროს არაფერი არ ჩერდება. და ეგ ყველა ემიგრანტი ქართველი არის. იმიტომ რომ თვითონ გერმანელებს ალბათ არ აქვს ეგეთ ჰექტიკ ცხოვრება. არ ვიცი. ეს ქაოსი. არ ვიცი, მე ევროპაში მგონია რომ ბევრად უფრო სწრაფი არის მაინც რიტმი და ან ბევრი რაღაც ხდება ვიდრე საქართველოში, ანუ ეხლა ამ კონკრეტულ მომენტს არ გულისხმობ, მაგრამ ან პეისი უფრო მაღალია. აქ ვიდრე საქართველოში ბევრად. სტაბილურ, ანუ რუტინულად პეისია რა. ანუ რაღაცა ჰექტიკ რაღაცები არ ხდება, რომ უცბადოა და ის არის, რა ქვია. ხო, ალბათ ადამიანზე ამართლა დამოკიდებული, იმიტომ რომ აქაც უამრავი და უმეტესობა ადამიანი მაინდაღად იგივე სამსახურში მუშაობს წლები, ან ძალიან ცოტა პროსტ სტაბილური ცხოვრება აქვს. თანავე, აგერ ჩვენც რამდენი ხანია ევროკავშირის ბიუროკრატიას ველოდებით, როდის გაივლის ყველა სტეპს, რომ გაგულახენ უკვე, ჩვენი ყველა განცხადებაზე კომენტარი იყო, გაგულახენ უკვე რა მე გააკეთეთ. შეთანხმდით სადმე რაღაცაზე. ხო, არა ძალიან ნელა, ხო, ბიუროკრატია ნელა მიდის, მაგრამ სამაგეროდ ბიზნესი ან კერძო სექტორი სწრაფად მუშაობს შედარებით უფრო. მოკლედ, ბევრ რაღაცაში ერთდროულად, რა თქმა უნდა, ვერაფერთვის ვერ ვიცლი.
და როგორც ყოველთვის ვარ მაგისგან ფრუსტრირებული, რომ დღეში საკმარისი საათები არ არის. იმიტომ რომ მაინც ძილი მჭირდება, ამ ძილზე ეკონომიას ვერ ვაკეთებ სამწუხაროდ და ამ შურს იმ ადამიანების, ვისაც შეუძლიათ რომ 6 საათი ეძინოთ და გაიღვიძონ დღეში. არავის არ მჯერა, ვინც 30-ს გადაცილებულია და 6 საათზე ნაკლები ძილი ყოფნი რა ის 6 საათი, 8 საათი. არ ხალხი, 7 მდინავს მეც რეალურად, მაგრამ რა მჭირდება რა მინიმუმ ხო და ეგ რამდენიმე საათი makes difference, იმიტომ რომ მაგ დროში და საღამოს ძალიან არაპროდუქტიული ვარ ასევე, საღამოს ძალიან დაღლილი ვარ, იმიტომ რომ მithumetes ეხლა რასაც გადმოვცხოვრეთ, შორს ხორობ სამსახურიდან და ანუ ეს ჭაღ-ჭაღი და ორჯერ ტრანსპორტის შეცვლა უკვე მივდივარ დაღლილი. მე იქ მთელი დღე რეალურად ძამბერს მუშაობ, ანუ არ გამომდის საჭკაობა. არ გამომდის ფიზიკურად არ ვიცი როგორ უნდა გავაკეთო, იმიტომ რომ ყველა მიცის ვინ რას აკეთებს. ანუ ძალიან გამჭვირვალეა რა, ყველაფერი ზუსტად ვიცით, ვის რა საქმე აქვს ახლა და თუ არ გაკეთდა, ესე იგი უბრალოდ იმან არ გააკეთა. ანუ ეგ ვარიანტი არ არსებობს. ერთადერთი ვარიანტი არის, მაგაზეც ბევრს ვფიქრობ, როგორ გავასაჭკაო განსაკუთრებით, როცა სახლიდან ვმუშაობ. იმიტომ რომ მინდა რომ სახლში რაღაცები წინ წავწიო, შაბათ-კვირას არ მყოფნის დრო რომ ყველაფერი გავაკეთო და მინდა რომ სახლის საქმეები ცოტ-ცოტა გავაკეთო დღის განმავლობაში. ხო და ნუ ერთადერთი ვარიანტია რომ თქვა რომ იმაზე მეტი დრო დაგჭირდა რაღაცის გასაკეთებლად, ვიდრე რეალურად დაგჭირდა. ანუ ძალიან სწრაფად იმუშაო, რომ მე ის დანარჩენი დრო ლეგიტიმურად დაგრჩეს, რომ აი იდეაში მეტი უნდა დამჭირვებოდა, მაგრამ ის 200%-ზე რომ მუშაობ, ის 1 საათი რეალურად 200%-ზე იღლები. ანუ ეგრე არ არის რომ 1 საათში ნაკლებად იღლები. მოკლედ. მაგრამ ისე მაგაზე ვფიქრობდი ხა რომ და მეც ძალიან მაწუხებს ხოლმე ეგ საკითხი რომ შაბათ-კვირა რომ თითქოს დასვენების დღე რო არის, მაგრამ სინამდვილეში იმის დღე როა რომ სახლის საქმეები აკეთო და დასვენება რო არ არის სახლის საქმის კეთება ნებისმიერ. ანუ ისიც კი რომ ჭურჭლის არის მანქანიშნა ჩაალაგო რაღაცა და დაამენეჯო და შოპინგზე წასვლა დაგეგმო და რაღაცა ისინი სხვა საქმეები რასაც კვირის განმავლობაში შაბათ-კვირას გააკეთო. ეგ ხო დასვენება რეალურად არ არის და მაინც არ არის დასვენება. მაგიტო ხო კვირის განმავლობაში რაღაცა მოპარვა. უნდა მოიპარო, კი, უნდა მოიპარო. ესე 15 წუთი რომ მოიპარო და რაღაცა იგუცბად. იმიტომ რომ შესვენებებს ხო რეალურად სამსახურს აკეთებ ოფისში რო დადიხარ, რავი, ხალხი. მე მგონია ოფისში ნაკლებად პროდუქტიული ვარ ხოლმე, ვიდრე ანუ მთელი დღის განმავლობაში თუ ოფისში ვარ, მგონია რომ გაცილებით ნაკლებად პროდუქტიული ვარ ვიდრე სახლიდან, იმიტომ რომ იქ distraction-ები გაცილებით უფრო მეტი არის და მეტი ის არის, რომ აი ვიღაცამ დაგირაძახა, ამაზე კითხა, იმაზე გახვედი, ვიღაცას მოსაწევად გაყევი და აი და всё. მაგრამ აი თუ რაღაცა კონკრეტული time frame-ია, რომელსაც მივდივარ, აი ამ შეხვედრას ვატარებ, ამას ვაკეთებ და მოვდივარ, ეგ ძალიან ეფექტიანია, მაგრამ აი მთელი დღე ოფისში ყოფნა ძალიან ეს არის მე-20 საუკუნე რა. უნდა ნელ-ნელა catch-up გავაკეთოთ, მაგრამ რა დროს ჯერ ეგ არის. ადროს ეგ არის. ადროს ეგ არის. ხო და მოკლედ ეს არის ჩემს ირგვლივ შაბათ-კვირას ხო შაბათ-კვირასთან ბავშვით საერთოდ დასვენება არ არის, ან ბავშვით როგორ უნდა დაისვენო ადამიანმა არ ვიცი. ანუ სულ რაღაცა ხდება და სულ რაღაცა ყურადღებას ითხოვს. ერთადერთი თინას რო ძინავს მაგ მომენტში ის რაღაცა 1 საათი შუა დღით ჯერ კიდევ აკეთებს დღის ცილს და ეგ 1 საათი მაქვს ხოლმე და ის 1 საათიც მეც დაღლილი ვარ და რაღაცა მინდა წავიკითხო ან რაღაცას ვუყურო. ხო და მოკლედ ეგეთი ამბები, ბევრი საქმე, ეგეთი აი რუტინული აქტიური ცხოვრება, ამ დილით სამსახურში წასვლა, ჩახჩახი მისვლა, ბევრი მუშაობა, ჩამოჭახება, დინას გამოყვანა სკოლიდან, საღამოს მერე საჭმლის გაკეთება, ჭამა, დინას დაბანა, დაზინება და მერე უკვე მეც არაფრის თავი აღარ მაქვს და მეც ყველაფერი ის რაც ჩვენ ძალიან გვენატრებ. Բոլოდ ვენაღებარია რუტინა ძალიან ვენატრება. იმიტომ რომ ახალი რუტინა. მართალია, თქვენ სხვა რუტინაში ხართ ახლა შესაბამისად სხვანაირი ცხოვრება გაქვთ კი ნამდვილად. ეგ თალკე ისე ყარა ქვე მაგ რუტინაზე გადარცვა ძალიან მაგიტო ეხლა რა შენი რუტინა მომეტევი აბა როგორ ცხოვრობ? ყველაზე მეტად მაინტერესებს ასევე როგორ ახერხებთ მუშაობას მაგ ყველაფრის პარალელურად. რთულად
და სამშობლო სპეციფიკიდან გამომდინარე არც აქვს აზრი ჩემთვის რამის კეთებას, იმიტომ რომ ზოგადად ადამიანებს ყურადღება სხვაგანაა მიმართული და ეგ მეხმარება რომ რადგან სხვებიც სხვაგან არიან, ჩემს ამბავშიც აზრი არ აქვს რომ ვიღაცებს რაღაცები უკომუნიკაციო და უფრო მეტად გადართული ვარ სხვა რაღაცა day to day თემებზე რა უფრო თემასთან დაკავშირებულ რაღაცებზე და უფრო დიდ რაღაცებზე. ხო და და რთულია ემოციურადაც, თუმცა არის რაღაცები, რითიც თავს ვაგულიანებ და კითხეს კიდეც მოკლედ ჩვენმა რამდენიმე მსმენელმა, რომ ამ პროტესტის იმაზე თუ ვილაპარაკებდით და სულ ფიქრობდი, რომ რა კუთხით შეგვეძლო, რომ პროტესტზე გველაპარაკა, იმიტომ რომ რაღაცები არის, რაც ისედაც ყველა მიცის, მაგრამ რაღაცები არის, რასაც ვერ წაიკითხავ და თუ თვითონ პროცესში არ ხარ, ვერ შეიგრძნობ და პლუს კიდე თუ მენტალურად არ ხარ იმ მდგომარეობაში, მისი შეგრძნება ძალიან რთულია. და ბევრი ადამიანი რაღაცებს წერს ხოლმე რა არჩევებს და რაღაცებს რომ როგორ ვინავიგაციოთ ამ რთულ პერიოდში და რაღაცებში და მოკლედ მაგაზე ვფიქრობდი, რომ მაგ კუთხით მელაპარაკა მე როგორ ვცდილობ რომ არ გავგიძი მთელ ამ პროცესში. პირველი ის არის რომ რა თქმა უნდა ყველაფერი ის რაც აქამდე რაღაც მასწავლი ტექნიკები მქონდა და რაც ვიცოდი რომ ჩემთვის კარგია და რომ ვიცი რომ ამაზე უნდა კონცენტრირდა და ამას დავუბრუნდე მაგეებს ვაკეთებ. არ შემიწყვეტია ანტიდეპრესანტების დალევა. და ეს არის რა ქვია არავინ ექიმის გარეშე ამას არ დაიწყოთ რა თქმა უნდა ფიქრი, მაგრამ ექიმთან კონსულტაციით თუ გჭირდება და აუცილებლად გამოიყენეთ ეს შესაძლებლობები, იმიტომ რომ მე ამას უყურებ როგორც რაღაცა თვითგადარჩენის პროცესს და პერიოდს რა და ნებისმიერი რაღაცა რაც გამიადვილებს რომ ამ პროცესში გადავრჩე, ყველაფერს გამოვიყენებ. მათ შორის მაგ თულებს, რომლებიც აქამდე არსებობდა და გამომიყენებია. ამიტომ ყოველ ჯერზე დაკვირვებული ვარ რომ რამდენი დავაპირებ რომ ისა რა ქვია, შემცირებული დოზიდან მოვიხსნა და ვფიქრობ რომ აი ეხა დადგა ის მომენტი, როდესაც უკვე შემიძლია ჩემი ყველაფერი მასწავლი ტექნიკებით გამომკლავდე ამ ყველაფერს, მაშინ ხდება რაღაცა და სამყარო იქცევა. ერთი კორონა იყო. წინააღმდეგ არის. ხო, ერთი პერიოდი იყო კორონას თემა და მერე ისე და იმის მერე კორონას მერე სტაბილურობა არასდროს არ დადგა. ამიტომ ამ რაღაცა პატარა დახმარების იმას რო ეძახიან რა ქვია მაგას ისა კამერას ამ დახმარების გოლს ხო სამაშველო რგოლს არ ვუშვებ, იმიტომ რომ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ამ ყველაფრის. პლუს ამას ვცდილობ რომ ისევ არ გავწყვიტო კონტაქტი ჩემ მეგობრებთან და ეს რაღაცა მეგობრებთან ურთიერთობის რუტინად შევინარჩუნო. თუმცა უკვე ეგ რუტინა გადაინაცვლა იმაში, რომ უბრალოდ აქციებზე კონტაქტობთ ხოლმე ერთმანეთთან, მაგრამ ეგეც მნიშვნელოვანია, რომ ამ ხალხთან შენს რაღაცნაირ პატარა კომუნასთან ერთად იყო და მათთან იზიარებდე. პლუს ამას ძალიან რთული პერიოდია იმ მხრივ, ძალიან ბევრი რაღაცები ხდება რა პარალელურად და ყველაფერი ძალიან ახდენს შენზე ზემოქმედებას და არ იცი რაზე კონცენტრირდე. და იმდენი სხვადასხვა პატარა პრობლემა არის, რაც ხდება, რომ ანუ ვეღარ ხვდები, რომ ეხა დეზინფორმაციას ვებრძოლო, აქციებზე ვიარო, პირველ ხაზზე ვიყო მისი რაღაცა კამპანია მოვიწყო, ჩემ სამეზობლოში ჩამოვიარო მეზობლები და ყველას ველაპარაკო ჭეშმარიტ სადიმაზე რა ქვია, რაღაც სამოქალაქო საზოგადოებაზე და ძალიან გეფანტება მოკლედ ეგ ყურადღება და ვეღარ ხვდები რა ქნა, მაგრამ მე რაც მეხმარება არის ძალიან ის და პლუს ხო პარალელურად არის ხოლმე რაღაცები, რომ აი ვიღაცამ რაღაცა თქვა, მე ამაზე აგორდა ამბავი, აი გაშავება მიდის რაღაც ადამიანების
პროტესტს წყალი შეუდგა, იმიტომ რომ იქ ვიღაცა ერთმა ადამიანმა რაღაცა ტრაკი თქვა მიკროფონში, პირობითად ვიძახი, მე ვიქნებოდი ალბათ ეგ ადამიანი. და ნუ აი ეგეთ რაღაცები და მე ძალიან იმაშვება რა, რომ spiraling-ი გემართება რა, იმიტომ რომ ბევრი რაღაცები. ამიტომ ეგ spiraling-ი რო არ დამემართოს ძალიან მომწონს რომ მკითხე როგორ ხარო და მე რომ დავიწყე. აღარ შეძლებ. ხოლო X-filing-ი რო არ დამემართოს, მოკლედ ძალიან კონკრეტულად ვარ კონცენტრირებული საბოლოო მიზანზე, რომელიც არის ჩემმა კატებმა დაანგრიეს ყველაფერი, რომელიც ვიცით ყველამ რა არის, ხო? უკეთესი ქვეყანა და პერსპექტივა იმისა, რომ ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ. ამიტომ მოკლედ აი ესე ცოტა ცხენებს რო იმებს ჩამოაფარებენ, ხო? ეს ომის დროს ყურადღება არ გაეფანტოთ და არ დაპანიკდნენ. აი ესე იმაშვები როგორ ცხენივით მაგ ჩამოფარებული და საბოლოო მოკლედ მაგ მიზანზე ვარ კონცენტრირებული და მაგიტო ვცდილობ რომ პატარ-პატარა destruction-ებმა და destruction-ებმა არ გამაფანტინოს ეგ თავარი ფოკუსი. და რაც თავარია, ძალიან შინაგანად ძალიან მჯერა იმისი, რომ შედეგი სასიკეთო დადგება თვითონ ხალხისთვის და ქვეყნისთვის. არ ვიცი საიდან არის. არა, უბრალოდ ვიცი საიდან არის ეგ პოზიტივი რა. მაგასაც შემიძლია მერთო დაანგრიეს ყველაფერი ჩემმა კატებმა ერთი წამი. ეგეც მოკლედ ვიცი საიდან მოდის, არ ვიცი, რაღაცნაირად ეთყობა წლების განმავლობაში ვაპროგრამებდი შეიძლება ჩემ თავს, მაგრამ რაც არის მოკლედ ეგ მაქვს რა, მაგ საბოლოო მიზანს არ ვივიწყებ და პოზიტიურ outlook-ს, იმიტომ რომ ბევრი სხვადასხვა ფაქტორია, რაც მაჩვენებს, რომ შეუძლებელია რომ არ დადგეს პოზიტიური შედეგი. როდის დადგება უნდა არ ვიცი, ანუ იქ არ მაქვს რომ აი ხვალ იქნება თუ ზეგ. მაგიტო რაღაცნაირად წინასწარვე მორალურად შემზადებული ვიყავ, რომ ეს არის ძალიან ხანგრძლივი პროცესი. და ენერგიის პრეზერვაციაზე ვარ გადასული ძალიან ისე გათვლილად ვხარჯავ ჩემს ენერგიას და რაღაცა იმას იგივე გარეთ გასვლა იქნება თუ ნებისმიერ სხვა ფორმით გამოხატვა ჩემი ის პოზიციების იმისთვის რომ რაც შეიძლება დიდხანს გავუმწაროთ სიცოცხლე კონცეფტს. ანუ ეგ მაგ თელჩები ის არის რა. მარათონის პრინციპით და არა სპრინტის პრინციპით. კი, ზუსტად მაგაზე გვაქვს სულ ლაპარაკი, ანუ ვინც კი ამ პროცესში არის, ნელ-ნელა ყველა აი ეგ ტერმინს მაგას იყენებენ, რომ ეს არის მარათონი და არა სპრინტი და რაც ზართულია მეების ქართველი საზოგადოებისთვის, მაგრამ არის რა პატარ-პატარა რაღაცა ნაპერწკლები, რაც იმაშობა გეხმარება, რომ მარათონში გადახვიდე. ანუ მე მგონი რომ ეგ გვიჭირს ხოლმე როცა არაფერი არ ხდება. აი მაგალითად რამდენიმე სანამ ეს პროტესტის ეს ტალღები დაიწყებოდა, მანამდე ხო ცოტა მდორედ მიდიოდა და აი ოპოზიციას ხალხი ვერ გამოყავს და იქ რაღაცები განიცდიდნენ და რაღაცები და მაშინაც კი რაღაცნაირი ძალიან პოზიტიური outlook-ი მქონდა, იმიტომ რომ ვიცოდი, რომ სადღაც boiling points მიაღწევდა ერთიანად საზოგადოება. და მაგის ნიშნებს ძალიან დიდი ხანია ვაკვირდები და ეგ მომწონს რომ ადეკვატურობა არ დამიკარგავს თურმე, რომ რაღაცების შევაფასო რა სიტუაციები და დასკვნები რაც გამოვიტანე, რაღაცები ესეთი bigger pictures რაღაცები გამართლდა და ეგ ძალიან იმაშობა რაღაცნაირ სტიმულს მაძლევს, რომ კიდევ უფრო მეტად დავაკვირდე რაღაცებს და ჩემი დასკვნები გამოვიტანო და ამ პოზიტიურ mindset-ში ვიხმარო. იცი რა არის ისედაც ჩემ პროფესიის შემადგენელი ნაწილია რომ ხალხის გესმოდეს და მგონია რომ უბრალოდ მაგის შემადგენელი ნაწილი რაშიც ექსპერტი გავხდი არის ევროკავშირის ყველა ორგანოს ფუნქციონირება შევისწავლე და მთელი ბიუროკრატია. ეგ მეც მომიყევი, მეც არ ვიცი ზუსტად როგორ ხდება. ანუ არ მჭირდებოდა მთელი ეს ინფორმაცია, მაგრამ უკვე ყველაფერი გავიგე რომ რომელი ევროპარლამენტი, ევროკომისია. ზუსტად, აი მაგ ყველაფერი, იმიტომ რომ საერთოდ ვიღაცები ჩამოდიან და ყოველჯერ ეს ვინ არის და თან ის არის რა ქვია
ეს ჩვენი არალეგიტიმური მთავრობის ნაწილიც keeps us on our toes, იმიტომ რომ ყოველ ჯერზე რაღაცებს რო იძახიან, მე უნდა შენთან დაარისარჩევ, იმიტომ რომ ხო ვერ დაუჯერებ მათ განცხადებებს და მაგიტო ყველაფერი შემისწავლე. თან მადლობა ნინიკოს, რომელიც ერკვევა და ეგრევე თუ რაღაცა საერთოდ ჩატში წერ ხოლმე. ხალხო რომ ეს რომელი არის, ეს მითხარით და მე ისინი მაწვდიან ინფორმაციას და ეგ ამიტომ თქვენზე ჭკუიანი და სხვა მიმართულებით განათლებული მეგობრები უნდა გაიჩინოთ, რომ დაავალოს. ჯერჯერობით ოღონდ ჩემი სკილები არავის არ დაჭირვებია არაფერში, იმიტომ რომ მარკეტინგული კამპანიების და კომუნიკაციების აწყობა არავის არ დაჭირდა. მაგრამ ველოდები, რომ მეც გამოვადგები ჩემს სამეგობროს რაღაც ეტაპზე. ამ ეტაპზე არ არის ჩემი სკილები იმდენად საჭირო. ნუ მინიმუმ მათ კითხვები არ უჩნდებათ პროპაგანდასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ძალიან obvious-ა რაღაცები. ძალიან საინტერესოა, ნაინო და ძალიან სვარ რა ქვია, აღფრთოვანებული ვარ შენი პოზიტივით, იმიტომ რომ დართულია ალბათ ამ პოზიტივის შენარჩუნება და თან აი ესე შორიდან ჩემგან ძალიან ყველაფერი ნეგატიურად ჩანს, იმიტომ რომ მხოლოდ სუდი ამბები მესმის. ანუ ახლა რამდენჯერ შევდივარ დღეს რამდენჯერმე მაინც ვამოწმებ ნიუსებს და ანუ ცუდი კარგი არ ჩანს, სადღაც არის დარწმუნებული ვარ. და ალბათ ისიც არის ახლა ერთმანეთს რომ ამხნევებთ იქ წასვლით და რაღაცა უფრო შიგნიდან რო უყურებთ ამ კარგ ნაწილსაც რო იღებთ, ალბათ მაქედანაც მოდის ეს პოზიტივი, იმიტომ რომ მართლა მე არ ვიცი როგორ ახერხებ რომ პოზიტიური დარჩე. ხო, აი ძალიან ეს არის რა. თვითონ ამ პროცესში რო ხარ, თან აი ადგილზე როცა გადიხარ ხალხთან რო კომუნიკაცია და ბევრი რო ხედავ რომ ბევრი ხართ იმ სივრცეში და თან სხვადასხვანაირი ხალხი უკვე ნელ-ნელა აი ძალიან სხვადასხვა მიმართულებების ყველა რო ჩაერთო, ადგილზე სულ სხვანაირი აი უფრო აი შორიდან შეგიძლია რაღაცა ფაქტები წაიკითხო და სტორი ნახო რა, მაგრამ იმ შეგრძნებებს ხო ვერ გრძნობ რაც ადგილზეა და ცოტა ეზოთერული არის ჩემთვის რაღაცნაირად მთელი ეს პროცესები და უფრო ფილინგებზე არის აწყობილი და რაღაც აი ესეთ რაღაცებზე ემოციებზე, შეგრძნებებზე, ინტუიციაზე და ეგეთ რაღაცებზე რაც ვერ გაზომავ ესე რა, მაგრამ ადგილზე რო ხარ და ვინც ამ პროცესის მონაწილე არის, ყველას რაღაცნაირად უსიტყვოდ ესმის ზუსტად მაგ ყველაფრის რა და რამდენჯერ ერთმანეთთანაც გვილაპარაკია, იმდენად ემთხვევა ეს შეგრძნებები და აზრები. ანუ მაგალითად ის რომ ერთი ნუ რაზეც პროპაგანდა ძალიან დიდი თემა არის მთელი ამ მიმდინარე პროცესის და ზოგადად ქვეყნის კი არა და მსოფლიო მასშტაბით უდიდესი პრობლემაა და ზოგადად რუსული პროპაგანდა არის მსოფლიოს მასშტაბით უდიდესი პრობლემა, იმიტომ რომ ეხლა ზუსტად ისევ shout-out to ნინიკო, რომელმაც გამიზიარა ეგ ინფორმაცია, არის ვარაუდი იმის, რომ და ძალიან საფუძვლიანი ეჭვი, რომ Brexit-შიც კი რუსული ბოტების და დეზინფორმაციის და პროპაგანდის ის იყო ხელი ერია რა. შესაბამისად, ანუ ეს ტიპები მარტო იმ ქვეყნებზე კი არ მუშაობენ, რომლების დაპყრობაც და შეჭმაც უნდათ. ზოგადად სოფლიო disruption-ით არიან დაკავებული და აი ყველგან სადღაც საცეცებს ურევენ, რომ სოფლიოს აურიონ ტვინი. იგივენაირად მაგალითად გაზა-ისრაელის კონფლიქტშიც აქეზებენ ორივე მხარეს. იმისთვის რომ კონფლიქტი, ანუ მათ არ ჭირდებათ სოფლიოსში მშვიდობა, იმიტომ რომ რაც უფრო disrupted არის სამყარო და დანარჩენი სოფლიო, მათთვის უფრო მარტივია რომ თავისი ბოროტ ქმედებები გააკეთონ. თან ეს იმის ამერიკის არჩევნებშიც ხო ძალიან ერეოდნენ რომ თან რო ვერ გავიგეთ მართლა ვის უჭერდნენ მხარს, ანუ გაუგებარი იყო, მაგრამ კი, ანუ უბრალოდ amplifications უკეთებენ ყველანაირი კონფლიქტის შესაძლებლობას რა, რომ ხალხმა ერთმანეთში იკამათოს და იჩხუბოს და სავარაუდოდ ალბათ ყურადღება გადაიტანონ ზოგადად სხვა რაღაცებიდან და ეს გაამძაფროს რა. ამიტომ მგონია რომ მომავალი რავი მინიმუმ კიდე 10 წელი ძალიან აქტიურად იქნება პროპაგანდასთან ბრძოლის თემა წამოსაწევი და კიდევ უფრო მეტი სამუშაო მით უმეტეს ჩვენთვის, იმიტომ რომ ჩვენთან მე მგონი ცოტა მარტივი ის არის, რომ სულ იმაზე ვიძახი, რომ პატარა ქვეყანა რო ვართ. ჩვენ სასარგებლოდაც მუშაობს ეს, რა თქმა უნდა, საზიანოდაც, იმიტომ რომ ბევრი რაღაც შესაძლებლობები არ გვექნება, მაგრამ
ჩვენ სასარგებლოდ იმას მუშაობს, რომ ინფორმაციის გავრცელება მაინც ძალიან სწრაფად ხდება ეს word of mouth-ით რა და ერთმანეთთან კომუნიკაციით და უფრო რთულია, რომ რაღაცეები რაც პროპაგანდის შედეგია, მაგას ებრძოლო. თუმცა, რა თქმა უნდა, დეზინფორმაციის გარდა პროპაგანდის ეს იდეოლოგიური რაღაცებს ჩაწყვეტებას რასაც აკეთებენ რა, რომ აი რაღაცა აბაუმი გინდა, მერე ისა და რაღაც მაგაზე საუბარი ეგ დროთა განმავლობაში და ტვინში ილექება და მაგას ალბათ უფრო კრიტიკული აზროვნებით და რაღაცა ფაქტების მითი თუ შეძლებ რა დაუპირისპირო შენ თავშივე. მაგრამ დანარჩენი დეზინფორმაციის ნაწილი რაც არის, ძალიან ადვილია რომ სიმართლე გამჟღავნდეს რა, იმიტომ რომ ძალიან ცოტანი ვართ და ყველას უყვარს ლაპარაკი. და ეგა ძალიან კაი. და რაღაცას აადვილებს საკმაოდ რა. ამიტომ ეხლა მაგალითად ძლივს მივედით იმამდე და ამას წინ კიდე ჩემ მეგობრს ველაპარაკებოდი ამაზე, რომ ისინი ვინც ბევრი წელია ამაზე ლაპარაკობთ და ვაფიქსირებთ ჩვენ აზრს და ხმამაღლა რომ ვსაუბრობთ და მე რაღაცა გიგებად რო ვართ ხოლმე შერაცხული, აი ახლა მოცლილი ხარ, ეგ პოლიტიკა, შენ მაგაში არ ჩაერიო, ისინი მოგვარდებიან და ეგეთ რაღაცებს ვინც გეუბნებოდა. მივედით იმ დუღილის წერტილამდე, სადაც უკვე ისეთი ხალხი, რომელიც რაღაცა Facebook-ზე სტატუსიც რო არ დაუწერია, ისინიც კი გაცეცხლებული არიან რა. და მაგან დამანახა იმის საჭიროება, რომ ყოველთვის რო ხმა უნდა ამოიღო. და მნიშვნელობა არ აქვს. ანუ რაღაცნაირად არ ვიცი სად შეიქმნა ეგ ილუზია, რომ ზრდილობა არის თუ არ საუბრობ რაღაცებზე ხმამაღლა რა. და არ უპირისპირდები ვიღაცებს და აზრებს არ გამოთქვამ. და მათ შორის რაღაცა ოჯახში. რომ აი ის მაინც ნათესავია, იმას უნდა არ შეელაპარაკო, იმიტომ რომ ის არის ნათესავია იმაზე, ეს არ უნდა ამაზე არ უნდა მიუთითო. რაღაცებზე არ უნდა ილაპარაკო საჯაროდ რაც გაწუხებს ან არ გაწუხებს და ეს რაღაცნაირი ზრდილობად არის შეფუთული. კი, ან ცუდი ტონია და უზრდილობად ითვლება. ზედ მეტად შენი პოზიციის დაფიქსირება. მე მგონი კულტურული არის ძალიან ქართული, ალბათ ტოპ რაღაც კონსერვატიული კულტურის ნაწილია. ხო და მე რას ვფლობ იცი რომ ანუ ადრეც ძალიან ბევრი რაღაცები მეორდება ზუსტად იგივე რაც მანამდე ხდებოდა რა ჩვენ ისტორიულად ანუ ფაქტიურად წრეზე დავდივართ უბრალოდ დრო გადის ანუ სპირალი არის ამ რაღაცები თემები ერთი იგივეა და რაღაცები მეორდება ეხაც ან რო ვრცელდება მაგალითად როგორ აშავებდნენ იმ რაღაცა 21 წელს და 37 წელს პროტესტის მონაწილეებს ზუსტად იგივენაირი საუბრები ანუ კგბ-ს მეთოდები არაფერი არ შეცვლილა რა ყველაფერი არის textbook და predictable სინამდვილეში, იმიტომ რომ ეფექტიანი ანუ არ ჭირდებათ ახლა მაგათ რაღაცა კონკრეტულ 3 მილიონი ნახევრიან ქვეყანაზე ტარგეტირებულ სტრატეგიებს არავინ არ გააკეთებს რა. ანუ რაც მუშაობდა მანამდე, იმაზე დააშენებენ და ძალიან ისე იაფში გამოვლენ რა. ხო და მაშინაც რო იგივე რაღაცები ხდებოდა თქო იმაზე ვფიქრობ რომ და მაშინაც ხო იყვნენ ის ადამიანები რაღაცებს ხმამაღლა ლაპარაკობდნენ და არის თუ არა ეგ ჩვენი კულტურის თუ რაღაცის ნაწილი რა და რამდენად უბრალოდ სიტუაციური არის რომ ვიღაცებისთვის ეს ექსია და ვიღაცებისთვის არა. იმიტომ რომ ყველასთვის არ არის რომ კულტურულია. ლაპარაკი რაღაცა ანუ ისეთ შედარებით ნაკლებად სენსიტიურ საკითხებზე. და შორეულ საკითხებზე, თორე აზრის დაფიქსირება ესეთი თან, როდესაც უკვე მას ირჩევ, მხარეს ირჩევ მით უმეტეს. მე მგონია რომ არ არის ჩვენ კულტურაში, იმიტომ რომ აი ახლა აქაურ კულტურას რო ვადარებ, აქ პირიქით არის თუ არ აფიქსირებ აზრებს, ეგ არის ცუდი ტონი. და ანუ მე მაქვს ხოლმე ეგ ხშირად რომ ანჯოანტანის ოჯახში ყველამ აუცილებლად უნდა დააფიქსიროს თავის პოზიცია და თუ ერთმანეთს არ ეთანხმებიან, დებატები უნდა წამოიწყოს და ძალიან ხმამაღლა უნდა ილაპარაკონ ამაზე და აუცილებლად ერთმანეთს რაღაცები დაუმტკიცონ და მე არ ვარ ეგ ადამიანი საერთოდ. და მაგაზე ეშლებათ ძალიან ნერვები, ანუ რამდენჯერმე შენიშნა მომცეს, რომ რატო არასდროს არ აფიქსირებ შენ აზრს და ხანდახან არ მაქვს ერთი აზრი იმ რაღაცებზე, რაზეც საუბრობენ, იმიტომ რომ შეიძლება არ ვიცი რაზე ზუსტად საუბარი. ან მაგრად მეზარება,
ამ დებატებში ჩართვა და ოღონდ ერთმანეთზე ხმამაღლა რომ უნდა იყვირო და რაღაცა ეს ხდება ყველა ფრანგულ ოჯახში. მე არ ვიცი არც ერთი ოჯახი, სადაც ოჯახურ შეკრებებით თუ სადაც ნებისმიერ შეკრებებით თუ დებატები არ იმართება და აბსოლუტურად ყველა თავის აზრს, ოღონდ ძალიან რადიკალურ აზრებზე მაქვს რა ლაპარაკი. არა რაღაცა როგორი ამინდია, არამედ პოლიტიკურ, ფინანსურ, ეკონომიკურ აზრების დაფიქსირება და ბოლომდე კბილებით გატანა. და აი მაგას რო ვადარებ საქართველოში არანაირი მსგავსი საუბრები ოჯახებში არ არსებობს. არ ხდება ჩვენთან ეგეთი არაფერი. და ხო, აი მაგიტო ის არის ეგ რაღაცნაირად ცუდ ტონად ითვლება და ამაზე ჩემ ნაცნობთანაც მაქვს ნალაპარაკები რაღაც ჩემ ასაკობრივ იმაში რომ მეთქი აი რაზე ლაპარაკობენ აბა ჩვენ აი ჩვენი სანქციო რო შეიკრიბებ და რაზე ლაპარაკობენ რა ანუ გასაგებია რაღაცები როცა მწვავე მით უმეტეს როცა ესე მწვავედ ხდება ქვეყანაში რაღაცები ანუ რაზე ლაპარაკობენ მაგიტო არის რომ ეხლა იდეოლოგიური განხეთქილება არის უკვე ოჯახებში და აი ეგ სიჩუმე ეხა ვიწვნიეთ სინამდვილეში იმიტომ რომ მანამდე თუ ერთმანეთს არავინ არ ელაპარაკებოდა ეხა იმდენად რადიკალურ ზღვარს მიაღწია რომ აზრის დაუფიქსირებლობა უკვე შენს პიროვნებას ეხება. ანუ ის კი არა რომ შენი რაღაცა როკი გიყვარს და იმას რეპი. უკვე ანუ ადამიანის უფლებებზე როცა გადის რა ხაზი და იმაზე რომ ვიღაცის ცემაზე შენ ჩუმად ხარ, უკვე პიროვნულად ხდები შენ ფასეულობების სისტემა ხდება განსაკუთრებით განსხვავებული და მაგიტო ეგ იდეოლოგიური ის არის რა ქვია უკვე განხეთქილება რა, მაგრამ ერთი რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რაც პროპაგანდა ცდილობს რომ დაგვაჯეროს და რაზეც ეხლა ყოველთვის არის აქცენტი და აქაც რავი გავაჟღერებ ვინმესთვის თუ მაინც ისა ყველაზე მნიშვნელოვანი არის გასაგები ის რომ ან ცდილობენ მოკლედ იქ წაიყვანოს საქმე რომ სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივა რაღაცა და რო ეს კონფლიქტი აი მაგათ უნდათ მაიდანი სამოქალაქო დაპირისპირება. სინამდვილეში სავარაუდოდ მაიდანზეც არაფერი სამოქალაქო დაპირისპირება არ იყო რუსეთის გავლენას ებრძოდა ის ხალხი. ეხლა დეტალურად არ ვარ ყველაფერში ჩახედული, მაგრამ რუსეთის გავლენი ანუ თვითონ მაიდანი იყო რუსეთის გავლენისგან გათავისუფლების აქტი და შესაბამისად ის ხალხი ვისაც ებრძოდნენ არ იყვნენ უბრალოდ ორი სამოქალაქო მხარე რა, ანუ ერთი იყო რუსეთის მხარე და მეორე იყო უკრაინელები, რომლებიც დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ, ხო? ხო და აქაც ცდილობენ რომ მოკლედ ეგ ნარატივი მასქანა აქვია გააზაონ, რომ აი ადამიანები ერთმანეთს უპირისპირებიან იმდენად, რომ მზად არიან გამოვიდნენ და ერთმანეთი მოკლან რა პირობითად. რაც არის ტყუილი, იმიტომ რომ ამ იდეოლოგიურ ბრძოლაშიც კი, ანუ შეიძლება ჩვენ ფასეულობებით ერთმანეთს ვერ ვითანხმდებოდეთ იმაზე, რომ ადამიანი უნდა ცემო თუ არ უნდა ცემო, მაგრამ ქუჩაში არავინ არ გამოვა და ერთმანეთს მაგისთვის არ ცემს. ამათ უნდათ რომ ისეთი ხაზი გაავლონ, სადაც აი ეს პოლიტიკურად ანგაჟირებული ხალხია, ვიღაცებს ფულს უხდიან იმისთვის, რომ ეს კონფლიქტი წამორშვან და რომ ის მეორე მხარეც არსებობს, რომელიც გამოვა და სინამდვილეში არც ერთი ჩვენი სამოქალაქო დაპირისპირება, იდეაში სამოქალაქო დაპირისპირება არ ყოფილა. ყოველთვის იყო მეორე მხარის ჩართვა და ჩაწვეთება რაღაცის, როგორც აი ახლა მსოფლიოში აწვეთებენ კონფლიქტს აღვივებენ, იგივენაირად იყო ის, თორე დარწმუნებული რუსეთის ანუ რუსეთის გავლენა რო არ ყოფილიყო, არც მაშინ არ მოხდებოდა ის დაპირისპირებები და არც არასდროს რა. ამიტომ ეხაც მოკლედ ცდილობენ მაგეთ წაიყვანონ და სინამდვილეში რო შეხედავ იმ ფასეულობების ფასეულობებსაც თავი რო დავანებოთ იქ ადამიანის ცემა არაცემაზე სინამდვილეში ორივე ამ იდეოლოგიურ მხარეს ანუ არა დაპირისპირებულ სამოქალაქო საზოგადოებას არ დავარქმევ მას რა ორი უბრალოდ იდეოლოგიურად შეუთავსებელი მხარე მათ მიზანი აქვთ ერთი და იგივე ანუ უნდათ რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე და კეთილდღეობა ანუ ეგ რო დააბოილდაუნო რა
და მაქედან რომ გამოდიხარ უკვე ძალიან მიჭირს მეც უკვე ანუ ვეღარ შევდივარ მაგ ხალხთან დისკუსიაში და იმაში, მაგრამ მინიმუმ დეჰუმანიზაციას არ უწყობ ხელს, რომ ეს ადამიანები არ არიან და რაღაცა მომენტში ვთქვათ იმათი ცემა თუ დაიწყო ვიღაცამ, რომ ჩვენ არ ვთქვათ, რომ ეგენი ახლა საცემი იყვნენ, იმიტომ რომ არასწორად ფიქრობდნენ რა, ანუ აი მაგ ძალიან fine line არის, რომ მაგ დეჰუმანიზაციამდე არ მივიდეთ, სადაც ეს მხარეები არიან ის ადამიანები, რომლებიც ოკეია, რომ რამე ფორმით ის იყვნენ რა შევიწროებული. ოღონდ აქ იმაზე არ მაქვს მოძალადეებზე არ მაქვს ლაპარაკი ხალხზე რომელიც ვთქვათ პროპაგანდის მსხვერპლია და ჯერ კიდე რაღაცა იმაშება რომ აი აბაუმი გინდათ და რაღაცებს რო ცდილობს რომ ჯერ კიდე სამთავრობო პროპაგანდის ხაზი არის და მაგას ცდილობს რომ ხარი დაუჭიროს რა ხო და ეს რაღაცებია რაზეც ვფიქრობ მოკლედ მთელი პროცესების განმავლობაში და ძალიან ანუ რო გამოზუმავ მოკლედ ძალიან საინტერესო ვაფშე ყველაფერი რაც ხდება არის საინტერესო ის და პლუს ამის ეპიცენტრში რო ხარ კიდევ უფრო საინტერესოა და შეგინდა რომ რაღაცებს აკვირდები რა ბოლო პერიოდში მოკლედ ძალიან აქტიურად არის რომ ვერაფრით მოკლედ რომ ვეღარ იმართლეს თავი მაგალითად მოყავთ ხოლმე ისინი რა ქვია აი მაგალითად საფრანგეთში თქვენ არიცით როგორ შლიან პროტესტებს და ნუ მაგალითად მოყავდათ რაღაცა სპეცრაზმი რომელიც ოღონდ ჩვენთან ჩვეულებრივ შავტანსაცმელში არაიდენტიფიცირებადია და რამდენადაც ვიცი ანუ ნორმალურ ქვეყნებში თავის ნომრები აქვთ რომელთაც იდენტიფიცირება ხდება ამ ადამიანების რომ მიხვდე რა ჩაიდგნა თუ არა დანაშაული ხო და აი საფრანგეთს მოყავთ ხოლმე მაგალითად და რა მე გახსოვს ესეთი ან შენს გამოცდილებაში ან ისე შენს ნუ ისე არეალში თუ მოხვედრილა ყურადღების ეგ ისა აქ ანუ საფრანგეთის დიდი კულტურა აქვს პროტესტის და სულ რაღაცის პროტესტი მიმდინარეობს ახლა ეგ კი იცით და ჩანს ალბათ მაკედანაც მაგრამ ყველაზე დიდი პროტესტი რასაც მე დავესწარი რომ ჩამოვედი მაგ პერიოდში დაიწყო ზუსტად იყო ეს ყვითელი ჟილეტები თუ არ ვიცი ქართულად რა ქვია ხო რაღაცა მეგონ ჟილეტები ანუ მისი საპენსიო სისტემის ცვლილებების ასაკის გაზრდა და რაღაც ბენეფიტების შემცირება კონკრეტული სექტორებისთვის. და ნუ მაგაზე იყო ძალიან დიდი პროტესტი. ყოველ შაბათი იყო თუ კვირა აღარ მახსოვს, მაგრამ ყოველ კვირას ან შაბათს ან კვირას აღარ მახსოვს, იყო ძალიან დიდი პროტესტი, ანუ მთელი შანზელიზე გადაკეტილი. და უამრავი ხალხი გაგრძელდა რა 2 წელი მე მგონი თუ მეტი ძალიან დიდი ხანი და იყო საკმაოდ აგრესიული ან აქაური პროტესტები არ არის მაქაური პროტესტები ხა მან დრო ვუყურებ მაინც თან ახალგაზრდები აპროტესტებენ ძირითადად მან და საკმაოდ ისეთი პაციფისტი ახალგაზრდები და უფრო რაღაც საყვარელი ბავშვები არიან და კარგი ბავშვები არიან აქ მართლა აგრესიულად მიდის ყველაფერი ან ანგრევენ ფიზიკურად ყველაფერს შემთხვევით თუ მანქანა დაგრჩა იმ ტერიტორიაზე სადაც აქცია უეჭველი აფეთქდება ან რაღაცა ან დაზიანდება ყველა მაღაზია თითქმის რომელიც შენს შანზელიზის ტერიტორიებზე იყო ან მაგ ტერიტორიაზე ყველა ვანდალიზებული იყო ანუ სხვა ტიპის პროტესტია აქ ეგეთი მენტალიტეტი არის რომ თუ გინდა რომ სახელმწიფომ ყურადღება მოგაქციოს მართლა ძალიან უნდა შეაწუხო რა შესაბამისად რახან თვითონაც ესეთი აგრესიულები არიან მათ მიმართაც პოლიცია უფრო აგრესიულია შესაბამისად რა მაგრამ როგორც შენ თქვი ის იდენტიფიცირების საშუალება არის და თუ თქვათ და დადგინდა რომ ვიღაცამ გადააჭარბა თავის ძალას ის პოლიციელი აუცილებლად დაისჯება მაგრამ კანონით აქვთ უფლება რომ დაარბიონ აქცია თუ უკვე გადააჭარბა რაღაც ან იმ დროს რაც გათვალისწინებულია ან იმ ადგილს რომელიც გათვალისწინებულია იმიტომ რომ წინასწარ აუცილებლად უნდა თქვენ სად და რა დროში გააკეთებენ ამ აქციას ესე როცა გვინდა სადაც გვინდა არ არის შესაბამისად მაგის უფლება აქვთ და იყენებენ კიდევაც რაც უფრო აგრესიულია მანიფესტაცია უფრო თვითონაც აგრესიულად შლიან რა თქმა უნდა მაგრამ ეს მე მგონი ყველა ქვეყანაში ესე ხდება ანუ ჩვეულებრივი კანონი არის რომ ჩვენთან მოკლედ ემად ხო ჩვენთან ანუ პარალელს აბლებენ აი ესეთ აქციებზე სადაც აი უბრალოდ ვიდექით და ჭავლის მანქანამ დაგსშალა თან ჭავლის მანქანამ რომელშიც არის წიწაკის სპრეი გარეული და ეხა უკვე ანუ
ანუ მაგალითები არის, რომ ხალხს ამდენი რაღაც 3 კვირის მერე სისხლდენა აქვს მაგალითად, იმიტომ რომ გაუღიზიანა ლორწოვანი ამ გაუთავებელმა გაზის სროლამ და ჭაულმა და წიწაკის სპრეიმ, ну, ცემაზე ხო ლაპარაკი უკვე აღარც არის და იმაზე არა, ძალის გადამეტებაზე, რომელიც სინამდვილეში ანუ პროტესტის დაშლაზე კი არ არის კონცენტრირებული, არის ძალის დემონსტრირებაზე, რომ მთლიანად შეაჩეროს, ანუ ის კი არა რომ აი ამ მომენტში საფრთხე იყო და ხალხი დავშალეთ რა, თავის დაცვა არის სინამდვილეში და არა ვინმეს უსაფრთხოებაზე ზრუნვა და მანდ ცდილობს რა თქმა უნდა პროპაგანდა რომ ხა იმას გას რომ ესენი არიან ვანდალები და ამ დროს აი უბრალოდ იდექი არაფერს არ შვებოდი და ჭავლი დაგიშვეს თავზე და მე მშვიდობიანი აქციის დაშლა ესე არ ხდება თუ არ თუ გათვალისწინებულია იცი ან რო აქცია ხდება და არაფერს არ აშავებ მაგის გამო ნამდვილად არავინ არ დაგიშვეს ნუ იმიტომ რომ ეს არის ხო და აქ მოკლედ ეგ მაგალითები მოყავთ ხოლმე, ну რომელიც რა თქმა უნდა ეხა ვინც მაგ პროტესტში მონაწილეობთ ყველამ ვიცით, მაგრამ მაინც გარე პირებისთვის ვინც იქ არ არიან აქციაზე არ ესწრებიან და ასე შემდეგ, თან ეხა ის იყო რა თქმა ფეერვერკის გამოყენებაზე იყო ჩემი ძალიან ანუ უკრეატიულესი პროტესტის ფორმები, მაგრამ ისეთი კონტენტი იქნება, რომ აი სულ ან რაღაცნაირად მინდა რომ ეს დაარქივდეს და სოფლიომ გაიცნოს ჩვენი პროტესტი და პლუს პროტესტთან პარალელურად აი ეს ლაზღანდარობა, რომელიც ხდება ხოლმე. იმიტომ რომ ეგ გიბალანსებს რაღაცებს რა, პლუს კიდე ერთ-ერთი ჩემთვის ეს არის რაღაც სტრეს რელიფი არის ეგ, რომ ყოველთვის რაც არ უნდა მძიმე რაღაცები ხდებოდეს, სულ არის რაღაცა სალაზღანდარო თემა ყოველთვის შემოდის ხოლმე და გიბალანსებს ამ იმას რა რომ შეგინარჩუნოს ანუ პლუს ეს კრეატივი ვიდეოები შენც გექნება ნანახი როგორ ის გვაქვს რა ქვია კრეატიულად გვაქვს ეხლა უბრალოდ ყველაფერი აკრძალეს სადამდე აპირებენ ამის გაკაჩვას არ ვიცი, მაგრამ ნუ სასაცილოდ გადადის უკვე. ხო და მე მოკლედ ესე ეპიცენტრიდან ამ ყველაფერს ვაკვირდები და პლუს აღფრთოვანებული ვარ და ძალიან დიდი ხანი ამაზე ვლაპარაკობ. ქართულ ქალებზე ვლაპარაკობ სულ და არ მახსოვს შენთან მაგ თუ არ მაგაზე ვლაპარაკები, რომ ძალიან დიდი, ანუ როცა სხვა ქვეყნები მოყავთ მაგალითად რა, ყოველთვის ვიძახი, რომ ქართველი ქალები უნიკალურები არიან და ძალიან დიდი წვლილი აქვთ ზოგადად ისტორიულადაც ხო ვიცით რა მხოლოდ წვლილი აქვთ იმაში რომ ქვეყანა აქამდე მოვიდა ხო და პლუს კიდე ზოგადად რო აკვირდები რა მენტალიტეტს, ფასეულობებს, როგორი ტიპაჟები ვართ და პლუს სხვა ადამიანებთან როცა მაქვს ხოლმე სხვა ქვეყნებიდან ქალებთანაც კონტაქტი, სულ სხვანაირად ვართ გაზრდილები მაინც, აი ის რაც ნასწავლი გვაქვს თამარ მეფეები და ქართლის დედები და რაღაცეები და 9 ძმა ხერხეულიძის სენი და ოთარ ანთქმევი. ეგ ყველაფერი არსად არ მიდის რა ილექება ამ ქოცნობერში, მაგრამ ეზოთერული არის ძალიან მთელი ყველაფერი, რასაც პროტესტის განმავლობაში ვაკვირდები რა. და ძალიან ისეთ რაღაცებზე არახელშესახებ რაღაცებზეა და ხელშესახებ რაღაცებს აქვს გავლენა, რომელზეც უბრალოდ უნდა იგზნო და დაიჯერო. და მე აი ეგ პოზიტივი შენაზეც ამბობ, ну, გარდა ანტიდეპრესანტების, კიდე მაგედანაც მოდის, რომ მე ცოტა ის იყოს და მგონია, რომ ანუ როცა კითხულობენ ხოლმე, რომ აი როგორ არანაირად ალბათ თავარია, რომ და ყველას აქ ეგ ვინც პროტესტში მონაწილეობს რა, ყველას აქ შეგრძნება, რომ სიმართლისთვის იბრძვის და ეგ არის ყველაზე ძლიერი რაღაც, იმიტომ რომ იდეა, რომლისთვისაც იბრძვი, როცა ძლიერი არის და თან აი ხა მივიდა იმ პოინტამდე, როცა მაგ გადარჩენის საკითხი არის, რომ აი ეს პატარა ერი, რომელსაც ამდენი ხანი გამოიარა, ამდენ რაღაცას გაუძლო, აქამდე მოიტანა თავისი ენა, კულტურა, ისა, ესა
ჭადი და ყველი და ხაჭაპური ეგ ყველაფერი რომ შეიძლება დაიკარგოს რა და რეალური საფრთხე როგორც კი დაინახა აი ეს გადაობა რომ აი ქართველი ერი ამდენს არ მოითმეს და სულ ანუ ბოლო ალბათ ერთი მინიმუმ 8 წელია სულ მაგ მიმს აშიარებ ხოლმე რა ქართველი ერი ამას არ მოითმეს და ამ დროს ყველაფერს ვითვენ თითქოს მაგრამ აი სულ მჯეროდა რომ მივახსოვდეთ იმ დუღილის წერტილს სადაც ქართველი ერი ამდენს არ მოითმენდა და მივიდა მაგ ეტაპამდე და ძალიან საინტერესოდ ვაკვირდები ხა იმიტომ რომ ამდენი ხანია მაგას ველოდები და მე მგონი ცოტა ეგ მომენტი მაქვს რომ მაგ დუღილის წერტილს რო ვაკვირდებოდი რომ აი ნეტა რომ არ ვიცოდი რა როდის იქნებოდა მაგრამ ველოდებოდი რომ მივიდოდა მაგ ეტაპამდე როცა მართლა ყველას გადაეკეთებოდა და მივიდა მაგ ეტაპამდე და ეგ ძალიან ის არის რა საინტერესო დასაკვირვებელი ყოჩაღები ხართ და ძალიან მე ამაყება ყოველთვის ყოველდღე რო შევდივარ Facebook-ზე და რო არ ჩერდება ეს პროტესტი და ყველა ინიციატივას რო იღებს რო ყველა თავის community-ში თქვა ISML-ების მარში რო იყო hospitality-ის მარში რო იყო IT-შნიკებს რო ყველამ რო ვიღაცამ ითავა და ეს დეცენტრალიზებულად გააკეთა ანუ მართლა ძალიან inspiring არის ეს ყველაფერი და მართლა დიდი იმედი მაქვს რომ რაღაცა აქედან გამოვა და არ გაჩერდება სადღაც. ხო, მე რაზეც ვფიქრობდი ხოლმე, იცი? რომ აი რაც არ უნდა მოხდეს, აი მაგიტომ რაღაცნაირად მოკლედ ვცდილობ რომ უფრო კონცენტრირდე ამ პოზიტიურ რაღაცებზე რა, რომლებიც არის ბევრი. და ერთ-ერთი მაგალითად არის ის რომ და მაგაზეც ასევე მარტო ჩემი მოსაზრება არ არის, იმიტომ რომ ბევრი ადამიანთან რომ მილაპარაკია, ვინც პროტესტის მონაწილე არის, სამოქალაქო საზოგადოება არის შემდგარი და სინამდვილეში შეხედო საქართველოს უახლეს ისტორიას პირველად არის რომ მართლა სამოქალაქო საერთო რაღაცა სახალხო პროტესტია და არა რაღაცით ინიცირებული. იმიტომ რომ აქამდე მთელი ამ უახლეს ისტორიის პერიოდში რაც კი რამე ყოფილა, სულ ისეთი პერიოდები იყო, როცა რაღაცის გავლენის ქვეშ ვიყავით რა, ანუ მაგალითად იმაში რა ქვია 90-იანებში რაღაც საშინელი პერიოდი იყო ძლივს რაღაც დავაღწიეთ ამ ასე რა ქვია საბჭოთა გავლენას წამოვიდნენ ეს რაღაცა ეგრეთ წოდებული ცეხავიკები ვიღაცა ტიპები ვინც ამ კაპიტალიზმს ფეხი აუწყო გამდიდრდა და რაღაცა პატარა ჯგუფი იყო რომელიც იყო და დანჩენს ცუდად ცხოვრობდით და უცბად რაღაცა წარმოიშვა ეს პროტესტი რომ აი ამათ ეხა იმას ვქნათ რა ქვია აღარ გვინდა ეს ცუდად ცხოვრება რა და შევეწინააღმდეგეთ მაგ ცუდად ცხოვრებას. მერე ნუ ის იყო რაღაც მიშას დროს პატარა ამოვისუნთქეთ, რაღაცები დავინახეთ, რაღაცა მანდაც მერე ისევ წავიდა ძალაუფლებამ თავის იქნა, ხალხი გააგიჟა, მთელი ამბები და მანდ უკვე ცოტა სხვა რაღაცებიც წამოვიდა და უფრო ის იყო მანდაც გარეგანი რა თქმა უნდა ამაზე ხა ძალიან დეტალურად არ მინდა ამ დისკუსიაში შევიდა, იმიტომ რომ ვიღაცებს შეიძლება განსხვავებული აზრი ჰქონდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეგ პროტესტები სამართლიანი იყო, იმას არ ვიძახი რომ არა სამართლიანი იყო, უბრალოდ ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა გარეგანი რა. იმიტომ რომ მანდაც შეიძლება რომ უფრო დიდხანს გაგრძელებულიყო სინამდვილეში ვიდრე გაგრძელდა და შესაბამისად მაინც რაღაცა გავლენის ქვეშ ვიყავით. და მე აი იმდენად დავიღალეთ მოკლედ ამ ყველაფრისგან რომ რაღაცა პატარა middle class-ი შეიქმნა, ცოტა ხალხმა თვალებში გამოიხედა, მარტო რაღაც ცეხავიკებს ფული არ ქონდათ და კიდე ვიღაცებმაც დაიწყეს რაღაცების კეთება და ცოტა მიგვავიწყდა, რომ დიდი ხანი არ არის, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ და ბევრი რაღაცებია, რაც გასათვალისწინებელია და პლუს ის, რომ რუსეთი ჯერ კიდე ჩვენი მეზობელია. და მგონია, რომ აი უბრალოდ იმდენად ხიბლში ჩავარდით იმისი, რომ ისევ იმ ცუდ პირობებში აღარ ვცხოვრობთ, რომ რაღაცნაირად მოვეშვით და დავიჯერეთ, რომ თუ რაღაც ხო ევროპისკენ მივდივართ, ყველაფერი კარგად არის და რაღაცებზე აზრებს აღარც გამოვთქვამდით რა დიდად. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ პროცესის რაც დაგვირგვინდა ეხლა, მაგის ნაბიჯები სულ ყველგან ჩანდა. ანუ ადამიანები, რომლებიც ვადევნებდით თვალს და გამოვთქვამდით ამაზე პროტესტს და პლუს განსაკუთრებით რაღაცა იგივე ჟურნალისტები იქნებოდა კრიტიკული მედია თუ ვიღაცები, ხო უყურებდნენ რა ამ პროცესებს, მაგრამ ანუ აი რაღაცნაირად დავიჯერეთ, რომ იმიტომ რომ ცოტა მიამიტომაც მგონია ის რომ ბევრმა ჭკვიანმა ადამიანმაც
რაღაც 2 წლის წინ სანამ ეს რუსული კანონი არ მოვიდა და მანამდე ბოლომდე ვერ გაიაზრა რომ ესენი რუსული ძალის წარმომადგენლები იყვნენ რა. რაც ცოტა მიამიტობა არის და მგონია რომ უბრალოდ ხიბლში ვიყავით იმისი რომ აი გონი გვეშველა და მოდი ავაშენოთ და ეხლა მან პროტესტებზეც რო ყვავდი მაგას ვფიქრობდი რომ მე მგონი იმდენად ეს არის რა ქვია ჩვენი ფულით რო არის რაღაცები ნაშენები ცოტა გვერიდება რომ ეგ ანუ ის არის რა ქვია და მაგის აი ყველაფრის ownership-ი ნელ-ნელა დავამოღამეთ, მაგრამ ჯერ მან დავართ რომ რაღაცები გადავბუგოთ ქალაქი, იმიტომ რომ მაინც გენანება, იმიტომ რომ იცი რომ შენი გადასახადებით არის და პირველად არის რომ რაღაცა მივედით იმ ეტაპამდე, სადაც გადასახადები, რაღაცეები და რაღაცა ანუ ცოტა ისა გვინდა რომ თვალებში გამოვიხედოთ. მე მგონი რაღაცა ეტაპამდე მანდაც ანუ მგონია რომ ისევ კრეატივში დავრჩებით, მაგრამ უფრო მძაფრად გამოხატვას ვისწავლით ჩვენი ეს რა ქვია პროტესტის. ძალიან საინტერესოა. კარგად დამაპდეითე მიმდინარე მოვლენებზე. ეზოთერული თემები თემები, იმიტომ რომ ნიუსებს შენც ნახავ. ხო, სხვა ენგლით დავინახე. ნაინო, მოდი დავასრულოთ ამით ჩვენი ეპიზოდი დღეს. რახან მე ვარ სამსახურში და ეს არის ჩემი მაქსიმუმ 1 საათი, რომლის საჭიროებას ჩემი თავისუფლებას ვაზრობ. არავის არ უთხრა. კიდევ კარგი ქართული არიციან და ამ პოდკასტს ვერ მოусმენ. შესაბამისად დავემშვიდობოთ. მადლობა ჩვენს მსმენელებს. დიდი პაუზა გამოგვივიდა, მაგრამ გვეპატიება, იმიტომ რომ არავის არ ცხელოდა პოდკასტებისთვის, მაგრამ შევეცდებით მაქსიმალურად ჩემი გადატვირთული გრაფიკის და ნაინოს გადატვირთული გრაფიკის და პროტესტების პარალელურად სადღაც მოვახერხოთ ხოლმე მაინც ჩაწერა ჩვენი საყვარელი პოდკასტის. იმიტომ რომ ჩვენს თან მოგვენათ რა თქვენთან ინტერაქცია, თან ახალ-ახალმა რაღაც ადამიანებიც აღმოგვაჩინეს პროცესში და ძალიან გვიხარია და თან არ გვინდოდა რომ რაღაც ამოვარდნელი ყოფილიყო მთელი მიუხედავად იმისა რომ ვცდილობთ რომ პოდკასტი იმისთვის იყოს რომ ყველასთვის განტვირთვა და რაღაც გადართვის საშუალება იყოს, მაინც არ გამოვიდოდა რომ არ გველაპარაკა მიმდინარე მოვლენებზე და მე პირადად არ მინდოდა იმ პირველ პერიოდში როცა ახალი მომხდარი იყო ეს ყველაფერი ნეგატიური ემოციები, რომლებიც ისედაც ყველას მოვზღოვებით გვაქვს, კიდევ უფრო მაგაზე გამეკეთებინა აქცენტი. ამიტომ ცოტა რომ მოვედით მუღამზე და ხასიათზე, ეს ყველაფერი დავეცადე, არ ვიცი, ცოტა ქაოტურად მოვყავი ალბათ, მაგრამ ნუ ეცადე რომ რაღაც ჩემი ემოციები გადმომეცა, რასაც ამ პროცესებში ვაკვირდები და რაც მაძლევს სტიმულს რომ უფრო შემართებით ვიყო რა ზოგადად. ამიტომ მადლობა რომ გვისმენთ, შეგვაფასეთ არ დაგავიწყდეთ და გამოგვიწერეთ ყველგან თუ გამოწერის გარეშე გვისმენთ და კომენტარის გამოგზავნოთ თუ გინდათ, ისევ და ისევ დავურთავთ ჩვენს მეილს და ველოდებით მაინც ჯიუტად მიხოთ იმის რომ შეჭრებთ არ ვისახრე გამოგზავნია. მაინც ველოდებით კომენტარს თუ დაგჭირდათ. რამის თქმა ჩვენთვის. მადლობა და დავაბრუნებ ჩემს რომ შევხვდებით ევროპაში. მე მგონი მაინც ის არის რაღაცნაირი აქტუალურიც არის და იქნებ კოსმოსში გავუშვათ ეს ენერგია. კარგად. მადლობა.